რომ უკიდებს სტარტაპს, ხელს, ან პირველივე ჯერზე გაგიმართებს, ან მეხუთეზე, ან მეათეზე, საბოლოო ჯამში ამ მანქანების ცნობა დავიწყე ხმი. რატო აკეთებ ამას? ყურვილი არაფერია, მე გეუბნებით იმიჯი არის ყველა. 9 თვე ქარხანაში ცხოვრობდი. ანებში და ბოდიში ამ სიტყვის ეს რაღაც სიგიჟეზე წავედი. აი ხა რა მეშველება რა უნდა. და ვერც გავხდიდი თავისად უნდა გამოყო. ეხლა გადავაკეთე რომ საკიდი და სატენი ერთდროულად არის. ჩინეთი მაინც ყველაფერს დააკოპირებს და მოგესალმებით. დღევანდელ ჩვენს ეპიზოდში სტუმრად იქნება სანდრო ლილუაშვილი. ადამიანი, რომელმაც ალბათ ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ცნობიერების ამაღლებაში, გადამუშავებული პროდუქციის ხარისხი რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად გადამუშავება პლასტმასას მასალის და რამდენად დიდი ზიანი შეიძლება მიადგეს გარემოს და ბუნებას, თუ ეს პლასტმასა მოხდება ბუნებაში. სანდრო, გამარჯობა, მადლობა პირველ რიგში დროის გამონახვისთვის და სტუმრობისთვის, იმიტომ რომ ამბავი, რომელიც დღეს უნდა გავშალოთ, არც თუ ისე მარტივია. იმიტომ რომ დღეს შევეხებით ამბებს პლასმასას გადამუშავების შესახებ როგორ დაიწყო, იმიტომ რომ ვიცი, რამდენად შენ პლასმასასთან გქონდა ურთიერთობა, იმიტომ რომ ოჯახს გქონდა პლასმასას წარმოება, მაშინ ჯერ კიდე როცა პლასმასა ცალკე თემა იყო საერთოდ. დღეს რა ხდება? ტენე რა შვება, რა საქმიანობს, რას ემსახურება, რა მისიის გარშემო არის ტენე და ტენეს გუნდი გაერთიანებული. ეგ არ მახსოვდა სხვათა შორის თუ იცოდი, რომ ბაბუაჩემი იყო დაკავშირებული პლასმასასთან. საქართველოში კონკრეტულად საკმაოდ დიდი წარმოება იყო პლასმასის ნაკეთობების, მაშინ ერქვა სინთეზურ ნაკეთობათა ფაბრიკა და ერთ-ერთი ფლაგმანი იყო საბჭოთა კავშირის მასშტაბით, ანუ მოკლედ საქართველოში და საბჭოთა კავშირში ძალიან დიდი მასშტაბით დაანერგა პლასმასის წარმოება ბაბუაჩემმა. ეს არ ვიცოდი სინთეზური ნაკეთობები რას ნიშნავდა და აი ზუსტად აქვე ვსწავლობდი, სადაც ვართ მაღლივ კორპუსში და მაშინ ჩემი მეგობრებთან ერთად მანქანით პირველად რო დავიწყე სიარული, დღის განმავლობაში უზარმაზარი რაოდენობის ნარჩენს ვაგროვებდით, პარკში ვყრიდით და დღის ბოლოს ხედავდი, რომ საკმაოდ ბევრს გამოვიმუშავებთ, ესე ვთქვათ. ნარჩენს ვიცოდი რომ არ შეიძლება მის გადაყრა, იმიტომ რომ რაღაც პრობლემა მაშინ ინტერნეტი არ იყო და ესე ვერ დასერჩავდი და ვერ დაგუგლავდი. მოკლედ გადავამრავლე 6 მილიარდი იყო 2000 წელს მოსახლეობის რაოდენობა და მივხვდი რომ უზარმაზარი რაოდენობის ნარჩენს ვაგენერირებთ, რომელიც არ გადამუშავდება, რომლის დამარხვაც პრობლემა არის და აი იქიდან მოყოლებული სტუდენტობიდან მოყოლებული მაწუხებდა ეს საკითხი. მერე გავიდა წლები, დავიწყე მუშაობა, მერე მივატოვე სამსახური და მოკიდე კერძო საქმიანობას ხელი და აი როდესაც უკვე დავიწყე რომ აი რაღაც ქართული წარმოება მინდოდა განმევითარებინა, რაღაც ქართული ეროვნული გამეკეთებინა. მაშინ მიშევეხე ზუსტად ამ ჩემთვის ტკივნეულ თემას, რომ მეც პლასმასა უნდა შემომეტანა საქართველოში, მეც უნდა მეხმარა წარმოებაში. მერე ეს ერთჯერადი მოხმარების არ იყო სიტყვაზე ეს USB კაბელი, რის წარმოებას მე მინდოდა. მაგრამ ერთი წლის მერე ხო გახდებოდა ნარჩენი და დაანაგვიანებდა და ეს არ მინდოდა. და აი უბრალოდ აი ამ ფიქრით ჩაისახა ესე ვთქვათ მთელი ტენეს სული და შინაარსი და იდეა უარი ვთქვი პირველადი პლასმასის გამოყენებაზე, მაქსიმალურად ვეცადე მეორადი პლასმასის და გამოყენება დამენერგა წარმოებაში. ნუ რა გადაუხვია რაღაც სტანდარტული წარმოების გზებს, რაც მასწავლეს ესე ვთქვათ ჩინეთში და საკმაოდ საბედნიეროდ წარმატებული გამოდგა ეს ექსპერიმენტი, დაინერგა წარმატებით წარმოებაში. და ტენემ დაიწყო მერე შეგროვება. ამაზე ნუ ცოტა კიდე მოგეუბნებით, მოგიყვებით, როგორ მივედით იქამდე, რომ პლასმასი უნდა შეგროვებინა და საერთოდ ცნობიერების ამაღლებაზე დაგვეწყო მუშაობა. ხო, იმიტომ რომ თავარი რაც არის, შენ თავიდან დაიწყე საქმიანობა, სატენი კაბელების, USB კაბელების წარმოება, რომელსაც უკვეთავდი ჩინეთში და მზა პროდუქტი ჩამოყალიბდა. კი, თავიდან ბრენდავდი და პოზიციონირებდი როგორც პირველი ქართული ბრენდის USB კაბელი, ესე ვთქვათ. თუმცა აღმოაჩინე რომ კომპონენტი, რომელიც USB-ს კაბელის წარმოებაში გამოიყენება, ამ კომპონენტის წარმოება საქართველოშიც არის შესაძლებელი. შენ და შენმა გუნდმა დააკავშირეთ ერთი ქართული ბრენდის წარმოება და შექმნა საქართველოში და მეორე გადამუშავებული პლასმასას გამოყენება ამ წარმოებაში და შექმნით ახალი რეალობა, როცა სოციალურ საწარმოს შეუძლია რომ კომერციულად მომგებიანი მაღალი ხარისხის პროდუქცია აწარმოოს.
და ყველაზე მნიშვნელოვანი კიდე რასაც ხას გაუსმევ, რასაც შენ პირადად და ტენი აკეთებთ, შეცვალეთ ცნობიერება ერთი, რომ პლასმასას გადაყრა რამდენად მავნებელია და მეორე, რომ გადამუშავებული პლასმასათი მიიღება ასევე შესაძლებელია მიიღო, ასევე მაღალი ხარისხის პლასმასას პროდუქცია. რა შვება დღეს ახლა ტენს მაგასთან დაკავშირებით, განათლებასთან და ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებით. და არ მიხარია პირველ რიგში ესეთ შეფასებებს რო ვიღებ ხოლმე ტენეს შესახებ რა მე თვითონ ვერ ვიაზრებ და როდესაც გარეშე პირები ამბობენ ну რა თქმა უნდა გულის ამაყით მევსება. ეხლა ძალიან ბევრს მუშაობთ ცნობიერების ამაღლებაზე. ესე რო ვთქვათ ეხლა ტენე ძალიან დიდი რაოდენობით პლასმასას ამუშავებს ეს არის ზღვაში წვეთი რასაც ჩვენ ვაკეთებთ 10,000 ჯერ მეც რო ვაკეთებდეთ მაინც ზღვაში წვეთი იქნებოდა მინიმალური არის მოკლედ ჩვენი ესე ვთქვათ ესე ფიზიკური იმპექტი ძალიან მცირეა სხვებს ბევრად მეტი აქვს უბრალოდ ჩვენ ამაზე გამოდმებით ვლაპარაკობთ მიუთითებთ მოვუწოდებთ და აი ეს არის ერთ-ერთი ჩვენი სიძლიერე ამას გარდა იქამდე მივედით რომ იმაზე მეტ პლასმასას ვაგროვებთ ვიდრე ჩვენ წარმოებაში შეგვიძლია გამოვიყეროთ და უბრალოდ ვახარისხებთ პრესავთ და გადავცემთ სხვა კომპანიებს რომლებსაც შეუძლიათ მათი გადამუშავება რა ესეთი სული ჩამოუყალიბდა ისევ იქიდან გამომდინარე რომ კომპანია ზოგადად ემსგავსება თავის ან დირექტორს ან დამფუძნებელს და იგივე სულის კვეთება აქვს რა სურვილი მქონდა რომ ყოფილიყავით მდგრადი ყოფილიყავით გვეზრუნა ეკოლოგიაზე რაღაც სიკეთე მოგვიტანა და არა მარტო ჩვენი სარგებლისთვის გვემუშავა და საბოლოო ჯამში ტენე ჩამოყალიბდა ესეთ კომპანიად რომელიც დადის სკოლებში უნივერსიტეტებში ბაღებში კლუბებში სკვერებში ოფისებში სხვადასხვა დაწესებულებებში ბანკებში და აგროვებს იმ მასალას რომლის შეგროვებაც სხვებს არ უნდათ იმიტომ რომ არ არის რენტაბელური სიმართლე რო გითხრა უბრალოდ უკან ვეღარ ვიხევთ რადგანაც ამ საქმეს ხელი მოკიდე და პლასმასის შეგროვების ნაწილს გულისხმობ რა და ბოლომდე მიყავს ეს საქმე და ვცდილობთ რომ რაღაც აქაც კომერციალიზაცია შემოვიტანოთ კომერციალიზაციის ელემენტი იმიტომ რომ უბრალოდ ფიზიკურად ვერ გავწდებით მთელი საქართველოს მასშტაბს აი ამ რაღაც ენთუზიაზმის დონეზე რო ვიაროთ და ვაგროვოთ შეუძლებელია ვცდილობთ რომ რაღაც აი კომერციალიზაციის მონეტიზაციის შესაძლებლობაც მივცეთ აი ამ მიმართულებაზე სანდრო დღეს რამდენ ადამიანს აერთიანებს ტენე ტენეს გუნდში 50-მდე ადამიანი ვართ, აქედან 20-მდე დევნილი არის. ხო, იმიტომ რომ ზუსტად ამის თქმა მინდოდა, გარდა იმისა, რომ ცნობიერების ამაღლებას და პლასმასას გარემოდან ზიანის შემცირებაზე არის ორიენტირებული, ტენეს საწარმო არის წეროვანში, სადაც დევნილი მოსახლეობა დროებით იმყოფება და კიდე ერთი გავლენა, იმ ფაქტი რაც შენ ახსენე, აქვს ერთი სოციუმისთვის და სოციალური ზეგავლენა და მეორე ეკონომიკაში ჩართვა ამ ადამიანების აღარ ვამბობ კიდე ფსიქოლოგიურ და მენტალურ საკითხებს, რომელსაც ეს სოციალიზაცია იწვევს. რატო აკეთებ ამას? რა არის შენი განწყობა? იმიტომ რომ ახსენე, რომ ბიზნესისთვის და კომერციისთვის შეიძლება ხანდახან არც იყოს ეს მომგებიანი და დარწმუნებული ვარ, გქონია მომენტები, როცა ამბობ, რომ აი ვიცი რა, აღარ მინდა. მაგრამ რაღაცა გიბიძგებს ყოველთვის, იმიტომ რომ გიცნობ დიდი ხანია და ვიცი და მაქვს ბედნიერება რომ ვთქვა, რომ მეგობრობ შენთან და ის мотиваცია და იმპულსი, სურვილი რაღაცების კეთების სულ გაქვს. და აი რა არის ეგ, რაც გიბიძგებს სულ წინ წახვიდე. არ ვიცი, ალბათ ჩემი ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი, პატრიოტულ მოტივებზე არის ყველაფერი დამყარებული რა. ხანდახან რომ ისე რატო ხარ პატრიოტი? რატო არ უნდა ვიყო პატრიოტი? რა უნდა მიყვარდეს სხვა? მით უმეტეს აი ეხლა ჩვენ ერთად ვიყავით ხო საზღვარგარეთ. ჩვენი დელეგაცია, მე ცოტა უფრო დიდხანს მომიწია ყოფნა და ჩამოვედი მონატრებული ჩემს ქვეყანაში 2 დღეა ეხლა აქ ვარ და ვარ ძალიან გახარებული რომ აქ ვარ, იმიტომ რომ ეს არის ადგილი, სადაც ჩემ ენაზე მელაპარაკებია, სადაც გავიზარდე, სადაც მეგობრები მყავს, სადაც ნაცნობი ქუჩებია, სადაც სახლში ვგზნობ. სხვა რა უნდა მიყვარდეს, სხვა რაზე უნდა ვიზრუნო. უფრო მეტზე მინდა ვიზრუნო ზოგადად სოფლიოზე და დედამიწაზე, მაგრამ პირველ რიგში მინდა რომ ჩემს ქვეყანაზე ვიზრუნო და ეს არის ალბათ უბრალოდ ჩემი ხალხის სიყვარული, ჩემი ქვეყნის სიყვარული და პატრიოტული მოტივები, რომ მინდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა ჩემი ქვეყანა, ერთ-ერთი მოწინავე იყოს ამ კუთხით, მინდა იყოს რომ მინდა ეკონომიკურად განვითარებული იყოს, წარმოება იყოს განვითარებული ეს ჩემი რაღაცნაირი
მისწრაფება არის და ინგლისური სიტყვა მახსენდება ბოდიში მაყურებელთან passion არის ესე ვთქვათ ჩემი გატაცება და ზოგადად მიმაჩნია რომ ერთ-ერთი სერიოზული დასაკვირვებელი უნდა იყოს ეს წარმოების ნაწილი. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცას ამბობ, იმიტომ რომ ალბათ ვინც ჩვენ გვიყურებს ან გვისმენს, ზუსტად ეს მოტივი აქვს, რომ ბიზნესი დააკავშიროს დღევანდელ არსებულ რეალობას და როგორ შეიძლება რომ ეს ყველაფერი გადაითამაშოს და გამოყენებული იყოს მათი ბიზნესისთვის საქართველოში სასარგებლოდ, ხო? მოდი აი ეს თემა რო გავშალოთ. საქართველოს შენ როგორც მეწარმეს და ადრე იყავი დასაქმებული, ეხლა შენ თვითონ ხარ დამსაქმებელი, რა უპირატესობები აქვს, რა შეუძლია შესთავაზოს მსოფლიო ბაზარს, როგორც გეოგრაფიულმა ლოკაციამ, გადასახადებმა არც. შენ რას ფიქრობ, რა შეიძლება შეიფუთოს საქართველოზე როგორც პროდუქტი? მოდი იქიდან და ჩემი დაკვირვებებიდან დავიწყე. რა პირველ რიგში საკმაოდ რთული არის საქართველოსთვის ბევრი რაღაც გაკეთება. გამომდინარე მისი მოსახლეობის რიცხვიდან, ბაზრის მასშტაბიდან, სიმცირიდან, როდესაც აი რამდენიმე ასეული კილომეტრი უნდა გაიარო, მოხვდები სტამბოლში 80 მილიონიანი ბაზარი არის და იქ უბრალოდ რო ჩოსულო და მინახავს რა ხდება და იქაური რეგიონები რო ჩადიან და საქართველოდანაც კი იქ ჩადიან, ხო? რო შეიძინონ, ძალიან რთულია რაღაცა აწარმოო და გავითარო რა. ბევრი სირთულე არის ქართული წარმოების ასპექტში, ესე ვთქვათ. მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებსაც აი შენ კითხვას რო გავცე პასუხი, რომ აი როგორ ხდება ამათი კორელაცია რა, იზრუნო სიტყვაზე იყო პატრიოტი, იყო პატრიოტული ბიზნესი, იყო ეკოლოგიური ბიზნესი და ამავდროულად მონეტიზაცია და მომგებიანი, როგორ ერწყმის ეს ყველაფერი ერთმანეთს რა. არის გარკვეული სირთულეები და სისუსტეები, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი დადებითი ეფექტი და პოზიტიური შედეგი მოუტანა აი ამ წამოწყებებმა ტენეს, რომელსაც ნუ თავისთავად არ ვიცოდი და თავისთავად ამაზე გათვლა არ ყოფილა, უბრალოდ რაც გვინდოდა იმას ვაკეთებდით. მაგრამ ძალიან კარგად დაგვიფასდა, თუნდაც ის რო ზრუნოთ ეკოლოგიაზე, თუნდაც ის რო ზრუნოთ მდევნილებზე და ეკონომიკის განვითარებაზე. თუნდაც აი აქ ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ვართ აქ, რატო ვარ მე აქ, იმიტომ რომ აი ესეთი რაღაც კომპონენტია, თორე უბრალოდ ეხლა რომ ჩამომეტანა მე საიდანაც USB კაბელები და გამეყიდა და იყიდე ვაჭრობიდან მომეგო, ალბათ ნაკლებად საინტერესო სტუმარი ვიქნებოდი, ხო? თუმცა მომგებიანი ბიზნესი მაინც შეიძლება უფრო მეტად მომგებიანი ბიზნესი. ბევრჯერ მიფიქრია, რომ აი რო გამეგზელებინა ჩინეთიდან ჩამოტანა შეიძლება ბევრად წინ ყოფილიყავი და ნაკლები სირთულე ფინანსურად ხო და ნაკლები სირთულე შემქნოდა. ნუ ეს ჩემი პრინციპი იყო, ჩემი პრინციპიალობა იყო, მაშინ დაიწყო ლარის კურსის ვარდნა და აი არ მომწონდა რომ სიტყვაზე მე ვრიცხავ ფულს ჩინური კაბელებში და ეს ეკონომიკას ურტყავს, ხო? სავაჭრო და ეკონომიკურ ბალანსს უარყოფით ხსნის ის რომ მეტი ფული გადის შენი ქვეყნიდან და მე ვამბობდი რომ შეიძლება ზღვაში წვეთია, მაგრამ არ ვიცი ერთმა მერს ხალხს არ შეიძლება მოიყვანოს, მოდი მე ჩემსაც გავაკეთებ რა, მე პრინციპულად აღარ გადავრიცხავ და აი ამას გავაკეთებ. მოკლედ რთული გზით წავედი ჭალებში და ბოდიში ამ სიტყვის რაღაც სიგიჟეზე წავედი, მაგრამ ნუ ესე მინდოდა და მადლობა ღმერთს რომ დღემდე მოვედით, წინ ჰორიზონტზე ჩანს მზე და ჩანს სინათლე, გვირაბის ბოლოს ჩანს სინათლე, აუცილებლად გავალთ აი მივახწევთ ამ სინათლეზე და ნუ არ ვიცი ესეთი იმით ვაგრძელებთ. სანდრო, წარმოების გადმოტანის დროს დარწმუნებული ვარ უამრავი გამოწვევა შეგხვდათ. ეს იყო ტექნოლოგიური, ეს იყო რა ვიცი, ლოჯისტიკური, ეს იყო ფინანსური. ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა რაც გადალახეთ, რაც ვფიქრობ რომ მნიშვნელოვანია, რასაც შენც ვფიქრობ რომ მნიშვნელოვანია რომ გააზიარო, ან წარმოების პროცესის აწყობასთან დაკავშირებით მინდა რომ მოყვე, იმიტომ რომ შენ განათლებით არ იყავი თქვათ ქიმიკოსი, გასაგებია პლასმასასთან ბავშვობიდანვე ბაბუასგან ჰქონდა შეხება, თუმცა უშუალოდ პლასმასას წარმოებასთან შენ არასდროს არ ქონია მანამდე შეხება. დღეს წარმოებელი ხარ, გადამამუშავებელი წარმოებელი. აი რა გამოწვევები იყო თავიდან, როცა ამას ყველაფერს იწყებდი? ყველაზე დიდი გამოწვევა ირაკლი იყო ის, რომ არანაირი ტექნოლოგიური ცოდნა აქ არ არსებობდა. ეხაც არ არსებობს მარტო ჩვენთვის.
რაც ვისწავლეთ, მოკლედ ის არის. სპეციალისტი ვერ ვნახე, კი ბევრი ინჟინერია, ბევრი მცოდნეა, მაგრამ ამის სპეციფიკური და კონკრეტული სპეციალისტი ვერ ვნახე. პლასმასის კუთხითაც ისეთი ფორმის დანადგარები ჩამოვიტანე, ესე იგი ვერტიკალური ინექციის პლასმასის პრესები ქვია, მე რაც ჩამოვიტანე, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ აი სიტყვაზე გასაღებს რო ჩადებდა, თავს გაუკეთებს პლასმასისას, კაბელს ჩადებდა და გაუკეთებს თავს პლასმასისას. ესეთები საქართველოში არ არის, მარტო ჩვენ გვაქვს ამ ეტაპზე. არავინ არ იცოდა ანიბანი, მოკლედ ამ ყველაფრის არავინ არ იცოდა. კიდევ დიოდი ვიარე ბევრ ქარხანაში მივედი, მაგრამ შევხვდენ როგორი სპეციალისტები იცი, რომ აი თურქეთში ვიღაცასთან კონსულტაცია გაიარეს და რაღაცეები ჩაწერილი აქვს და ამაზე რა უნდა ვქნა, აი ამას უნდა, ანუ ვერ გრძნობდნენ, ვერ ხვდებოდნენ ვერაფერს. მოკლედ დავანებე ბოლოს სიარულსავი და მივადექი ამ დანადგარებს. და აი სიტყვაზე რაღაცას რო არ გესმის, მაგრამ 10,000 ან 50,000 ცდას რო ჩაატარებ, რომ ეს რაღაცა გამოგივიდეს, საბოლოო ჯამში ეს ერთ დღეში არ ხდება, ხო? ეს თვეში, ორ თვეში, სამ თვეში ხდება. საბოლოო ჯამში ამ მანქანების ცნობა დავიწყე ხმით, როდის რა ხმას გამოსვდა და რა ხდებოდა და უკვე ამოცნობა დავიწყე. მოკლედ ეს იყო ყველაზე დიდი სირთულე, რომ არ იყო არანაირი ცოდნა. ასევე რაღაც გარკვეული ნედლეული საქართველოში არ არის და ისევ ჩინეთიდან მომიწია მაინც ნაკლები თანხის, მაგრამ მაინც თანხის გადარიცხვა და იმპორტით შემოტანა. იქ კიდე მომწოდებლები აუცილებლად გატყუებენ იმათი შემოწმება, გავლა ამ პერიოდის, მერე კარგი მომწოდებლების ნახვა, მერე რო გავარკვიე 9 თვე ქარხანაში ცხოვრობდი, თითქმის 24 საათი. კაია რომ კორონას პერიოდი დაემთხვა, მაინც არცაც წასასვლელი არ იყო და იქ ვიყავი, მოკლედ იქ ცხოვრობდი ლამის რა. სხვათა შორის ერთ საინტერესო რაღაცას ვიტყვი ამასთან დაკავშირებით რა, აი ამ 9 თვის თავზე ერთ დღეს უკვე ღამის 12 საათი არის პირველისკენ მიდის და ერთ დღეს მოკლედ აი ენერგია დავკარგე ყოველგვარი და ვერ ვაკეთებ მოკლედ არ გამოდის რა, ვერ ვაკეთებ USB კაბელს რა და ვფიქრობ რომ აი ამ ხელა ფული ჩავყარე, ჩამოვიტანე, სესხი ავიღე. ეხლა ვერ ვაკეთებ. და ეს დანადგარები ვისაც სად უნდა გავყიდო? თან გაწინასწარ Facebook-ში დავაანონსე, რომ მე კაბელს ვაწარმოებ, თან ტენეს გვერდზე, რომ სპეციალურად რომ უკან დასახელოს არ მქონოდა ესე თქვა რა. და აი ეხა რა მეშველება რა უნდა ვქნა? ვერც გავყიდი, თავისად უნდა გამოვყო, მოკლედ საშინელ განწყობაზე, საშინელ მდგომარეობაში წავედი სახლში. დავიძინე. ამოჩნდა რომ კორონა მაქვს და ამის გამო კიდევ უფრო მეტად დასუსტებული ვარ, მაგრამ მაინც გამოძინება თავის საშუალება. დღეს რომ გავიღვიძე ახალი ენერგია მქონდა, მაინც ავდექი წავედი და იმ დღეს კინაღამ რომ მივაყარე და შევეშვი, აი ზუსტად იმ დღეს ავაწყე და გამომივიდა რა. ანუ აქვე ვიტყვი რომ მაინც არასდროს არ უნდა მოეშვა. ერთი კინაღამ ერთი რამდენიმე საათი დამაყდა რომ მიმეტოვებინა ეს. ბევრი ბიზნეს кейსი არის, რაც ამეკითხავს, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენები ან გადაწყვეტილებები კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს ხდება. აი ზუსტად მაგ დროს, როცა არაფერი არ მოასწავლებს წარმატებას, აი მან დობა და ის რომ აი ბოლო ნაბიჯის გადადგმის სურვილი ქონდეს, ზუსტად მაშინ ხდება ხოლმე. ასე რომ დარწმუნებული ვარ, რომ ეგ мотивация და ეგ შთაგონება საქმის კეთების, რაც გეტყობა, დარწმუნებული კიდე უფრო მეტ გვირაბის შუქზე გაგიყვანს წარმატებები. სხვათა შორის ეს სირთულეები რაღაცნაირი ფსიქოლოგიური და სულის წვრთნასავით გამომივიდა. ეხლა რო გითხარი რომ აეროპორტში გავიჭედე და სირთულეებად არ მიმაჩნდა. მოკლედ სირთულეს აღარ მიმაჩნდა. ძალიან მშვიდად ვიყავი რა, სხვა ქართველებსაც გაუგვდათ მოკლედ ეს რეისი და გაკვირებულები მიყურებდი, რომ მე ძალიან მშვიდად დავდიოდი, ისე ნერვიულობდი. სანამ ეპიზოდი დასრულდება, ჩვენი პარტნიორის შესახებ გიამბობთ. Bitox ახალი პარტნიორი ყავს IBCCS Tax საქართველო. საერთაშორისო საგადასახადო საბუღალტრო და იურიდიული საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ჩვენც გვიწევს მომსახურებას. თუ ფიქრობთ, რომ გჭირდებათ მაღალი ხარისხის იურიდიული, საბუღალტრო ან საგადასახადო სერვისები, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და მიიღოთ მათგან ევროპული ხარისხის სერვისი. ახლა კი დაუბრუნდეთ ეპიზოდს. ეხლა მინდა გითხრა კიდევ ერთ მნიშვნელოვან კომპონენტზე საქმიანობის და ეს არის პარტნიორები. ვიცი შენი ჩართულობა რამდენად ახსავსე ხარ იმ ამბით, იმ პროდუქტით და იმ ღირებულებით, რასაც შენ ქმნი. მაგრამ განსაკუთრებით იმ დროს, როცა შენ ეს ყველაფერი დაიწყე, როცა მიდიოდი შენს დღევანდელ პარტნიორებთან, ფიქრობ, რომ არ ექნებოდათ იგივე მზაობა მიიღოთ კიდაც გადამუშავებული პლასმასას შესახებ, კიდაც ახალი პროდუქტის წარმოების შესახებ, იმიტომ რომ
საერთოდ ახალი სიტყვა იყო ქართულ წარმოებაში. რა გამოწვევები იყო, ანუ რა გვხვდებოდა მეორე მხარეს ესეთ შეხვედრებში. არ მოგატყუო, ხო? ინვესტორი ყოველთვის ციფრებს უყურებს იმას ენთუზიაზმს. ენთუზიაზმი საინტერესოს, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ციფრები წყვეტს აბსოლუტურად ყველაფერს და მანდამაინც დღესაც მოხებულები არ არიან. მე მაინც კიდე ენთუზიაზმით ვარ, აი ვამბობ რომ გვირაბის ბოლოს შუქი არის და ინვესტორი და ესეთი სახის პარტნიორი მაინც ცოტა სკეპტიკურად უყურებს. უბრალოდ მე იმის მეხმარება რომ მე სხვა საქმიანობებიც მაქვს ზოგადად როგორც გითხარით ეკონომისტი, ფინანსისტი ვარ, აქ მაქვს ცოდნის ტაძარში ცოდნა მიღებული ჯავახიშვილში, მაღლივში და მოკლედ მე ბანკირი ვიყავი და მაქვს ჩემი ესე ვთქვათ კომპანია, რომელიც მაძლევს საშუალებას, რომ ეს წარმატებლობები, მოკლედ ტენეს წარმატებლობები, ესე ვთქვათ, დავაფინანსო რა. აქ საკმაოდ ბევრი სირთულეები გაჩნდა, ჩდებოდა, ეხლა ჩდება და მგონია, რომ კიდევ გაჩნდება კიდეც, მაგრამ აქაც იგივე ჩემი პირადი ადამიანის, მოდი ესე ვთქვათ, ადამიანის სტარტაპის ხელმძღვანელის ენთუზიაზმი წყვეტს რა. შენი აზრით, ჩვენი მსმენელი ან მაყურებელი, რომელიც ახლა სტარტაპერია და აქვს რაღაც იდეა, წამოწყება და არის ეტაპზე, სადაც ეძებს ახალ ინვესტორს ან ადამიანს, რომელიც ამ იდეას უნდა ენდოს და წაყვეს. შენი როგორც უკვე გამოცდული მეწარმის, ენტერპრენერის რჩევა, რეკომენდაცია, რომელსაც ან გაითვალისწინებენ ან არა, რა იქნებოდა, რომ გაგიზიარებოდი? მოკლედ, ჩემ ცხოვრების მანძილზე, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მოუსვენარი ვარ, 17 სტარტაპში მონაწილეობა მაქვს მიღებული. უმეტესობა აქედან ჩემი არის. 3-4 არის, რომელიც წარმატებაზე გავიდა, 1-2 ეს ასე თუ ის ნორმალურად წარმატებული, ერთი ძალიან წარმატებულია, დანარჩენები წარმატებლებია და კიდე ერთი წარმატებლებსაც უბრალოდ 1-2-ზე ვამბობ, სადაც მე ხელმძღვანელი ვიყავი. ესე იგი სტატისტიკურად სტარტაპების ესე იგი ალბათობა გამართლების ვიცით რომ არის 10-1-ზე. ანუ რომ მოკიდებ სტარტაპს ხელს, ან პირველივე ჯერზე გაგიმართებს, ან მეხუთეზე, ან მე-10-ზე. ანუ რისკი გაქვს რომ 10 ჯერ მოკიდო ხელი არ გაგიმართლოს, მე-10 ჯერ გაგიმართლოს, 9 იყოს წარუმატებელი. პირველ რიგში ყველაზე რთული რაც იყო რომ როდესაც ჩემ სტარტაპს არ გაუმართლებია, იქ აღებული ვალდებულებების გასტუმრება და ეს მაშინ ბანკი იყო, ხო, სიტყვაზე კერძო ინვესტორი არ იყო და ენჯელ ინვესტორი მით უმეტეს არ იყო. ძალიან რთული არის. ეს იმ ხელა სტრესს, ამან ის ხელა სტრესს შეიძლება მიაყენოს ადამიანს, რომ საერთოდ თავი დაანებოს კერძო ბიზნესზე ფიქრს და თქვას, რომ არა, მე მირჩევნია, რომ დაქირავებული მუშაკი ვქნები, სტაბილურად ხელფასი მქონდეს რა, მოდი არ გავრისკავ. ამიტომ პირველი იმას ვეტყვი, რომ ძალიან დიდ ვალდებულებებს ნუ აიღებთ. ძალიან ბევრი არის, აი ხა გუშინაც ქონდა შეხვედრა სხვათა შორის თურქეთიდან ჩამოვიდა ბიზნესმენი, რომელსაც დაინტერესებული USB კაბელის წარმოება უნდა და დამიწყო საუბარი, რომ მე 1500 კიდე რაღაც 8000 კვადრატი მაქვს, 1500 შენობა, აქედან მიწადა შენობა და ესე იგი დიდი ესე იგი ავაშენოთ ქარხანა, გავაკეთოთ. მე ვუთხარი, მოდი რა, ფულის დახარჯვას ყოველთვის მოასწრებ, რადგან ჯერჯერობით ნუ დავიწყოთ წარმოება. მოდი, ჯერ ჩამოვიტანოთ, აი, მოდი, დაგიბრენდა შენი ბრენდით კაბელებს. გავხდეთ პარტნიორები, თუ გინდა მე მოგაწვდი, შენ ნუ გადამიხდი და მე მოგაწვდი. კომპანია დავაფუძნო და მოდი ცადე, აი ვითომ უკვე წარმოება დაიწყე რა. შეიძლება იაფად მოგცემ ძალიან, მაგრამ მოდი აი თქვა რომ აი 10%-ით ძვირად გაქვს უკვე პროდუქტი. გაიარე, ააშენე უკვე ყველაფერი სპეციალისტები, დაატრენინგე და უკვე გაქვს პროდუქტი. და წარმოიდგინე რომ უკვე ეს გააკეთეთ და მოდი აი გაყიდვის ეტაპით დავიწყეთ. თუ გაყიდვაში წარმატებულები ვიქნებით, მოდი მე ავაშენოთ მეთქი რა, რადგან ამაში რომ ცოტა ხანი გაჩერდა რა. ნუ ეტყობოდა რომ ძალიან ბევრს თვლიდა ეს კაცი და საკმაოდ ისეთი ჭკვიანი კაცი ჩანდა ერთი შეხედვით, მაგრამ ისეთი გაკვირვებული მიყურებდა. თან ძალიან მოეწონა ხა ეს ჩემ რომ მივეცი მიხვდა რომ მოკლედ იმაზე კი არა რომ გინდა თუ რაღაცაში ფული ჩავადებინო პირიქით რა რომ დავზოგე. ანუ პირველი რჩევა ის არის რომ ფულის დახარჯვას ყოველთვის მოვასწრებთ. ეცადეთ მაქსიმალურად ნაკლები ინვესტიციით გავაკეთოთ ეს, იმიტომ რომ წარმატებელი თუ იქნები, მე ძალიან დიდ სირთულეებს წამს ნაკლები ექნება, ხო, იმიტომ რომ უკვე მე რამდენი ეპიზოდია რომ ვამბობთ ამას ხალხს უსმენთ რომ სტარტაპის წარმატებულობა იწყება გაყიდვებით. ანუ საქმიანობა, რომელიც გაყიდვებიდან იწყება, ყველაზე დიდი შანსი აქვს წარმატების, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ბიზნესის კეთების გაყიდვების არხი უკვე არსებობს. ასე რომ აბსოლუტურად სწორი რეკომენდაცია, მეც აბსოლუტურად გეთანხმები და შემოგიერთდები ამ რეკომენდაციაში.
მინდა შევეხო გუნდის ფორმირების ამბავს. იმიტომ რომ ჩვენ ვახსენეთ, რომ შენ როცა ყვებოდი ტენეს ამბავს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ცოდნა და გამოცდილების არ ქონა საქართველოში. თუმცა წარმოებაში შენ დაჭირდა ახალი ადამიანები, სხვადასხვა კომპონენტი, ადმინისტრაცია იქნება ეს ფინანსები, იურისტები, თუ უშუალოდ წარმოების სპეციალისტები. როგორ გადალახე ეს პრობლემა და დღესაც არის? მოდი აქაც რაღაც პატარა ისტორიაში ჩავრთავ და რეკომენდაცია. ზუსტად ეს გვინდა, ხო? ხო, მე მგონია რომ ეს სტორიტელინგი უფრო საინტერესოა მაყურებლებისთვის, ვიდრე რაღაც ფილოსოფია. ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც დამიშვია და არ ეწყინებათ ახლა ჩემ მეგობრებს, მოკლედ სულ მეგობრებს ვეძახდი სამსახურში და მე მგონი ყველა დავასაქმე, ვინც ჩემს გარშემო იყო. ამან საკმაოდ დიდი სირთულეები მომიტანა და მე ყველას ურჩევდი, რომ მოერიდონ მეგობრის დაქირავებას. ბევრ მეგობრთან გამიფუჭდა ურთიერთობა, რაღაც სხვაში გადაიზარდა და რაღაცა სხვაში გადავიდა. იყო შემთხვევები, რომ ვერ გაართვეს ამ ჩემმა მეგობრებმა თავი. შეიძლება რაღაც პირველ ეტაპზე გაართვეს, მერე წარმოიდგინეს, რომ აი ძალიან ბევრი გააკეთეს ამით. მომდევნო ეტაპზე ვეღარ გაართვეს. აქ უკვე გიწევს თქვა, რომ იცი რა შენ ვერ გაართ, მოდი ესეცადე, მეგობარი რო არის, აი უცხოს ეტყვი, რომ იცი რა, ჩემო კარგო, ვერ ართმევ თავს, მოდი ნურც შენ იწვალებ, ნურც მე ვიწვალებ, ნუ ვიწვალებ, მოდი ჩვენი გზები გაიყოს. მეგობართან გიჭირს ამის თქვა, იმას კიდე მოლოდინები აქვს, რომ მეგობრები ვარ და შენ გვერდში უნდა დაუდგე და ცალკე ბიზნესში შედის ჩიხში, ცალკე თქვენი ურთიერთობები შედის. ყოფილა შემთხვევები, რომ მithქვამს, რომ ვერ აკეთებ და უნდა დამთავრდეს აქ და კონფლიქტამდე მივსულ ვარ, საკმაოდ რთულ კონფლიქტებამდე მივსულ ვარ. ანუ გუნდის ფორმირებისას სულ ვფიქრობდი, რომ აი შინაურია, ჩემიანია და მირჩევნია ამას უფრო ვენდობი, მაგრამ ეს არ იყო სწორი მსჯელობა. თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ ყავს მეგობარი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპანიაში, რომელმაც ყველაზე ძალიან მაგრად გამიმართლა, ანუ ყველაზე ესე ვთქვათ ძლიერი მონაცემების და უნარების მქონე ადამიანი ყველაზე მნიშვნელოვან პოზიციას დავაყენე და ძალიან კარგი შედეგით მივიღე დღემდე, ნუ ძალიან კმაყოფილი ვარ რა. ესეც არის, მაგრამ უფრო მეტი შემთხვევა არის, რომ სირთულეა. ამიტომ უფრო დახმარება მეგობრების იქნება თუ რაღაცა სხვანაირად დაეხმარები და სამსახურს თავს ბიზნესს ნუ გააურთულებთ საქმეს, საკუთარ თავსაც ნუ გააურთულებენ საქმეს. გუნდის ფორმირებისას ეხლა ნუ კაცრად გადაწყვეტილი მაქვს, რომ ამას აღარ ვცდილობ, რომ არ გავაკეთო, რომ ყოველთვის უცხო ავიყვანო და კარგად შევარჩიო და საკმაოდ კაი შედეგებს იძლევა ყოველთვის ეს. თუმცა არის სანდრო დღეს ბაზარზე ის ცოდნა, ის კომპეტენცია, რომელიც ტენეს ან შენ სხვა ბიზნესებში ჭირდება განსაკუთრებით. იცი რა არის ტენეს წარმოების ნაწილში, თუ ვინმეს ავიყვან, უნდა დავატრენინგო აუცილებლად და მე უნდა გავზარდო. და ეხლა საწარმოში ძალიან კარგი ბიჭი მყავს, ძალიან ხელმძღვანელი, ძალიან კმაყოფილი ვარ. IDP ან იძულებით გადაადგილებული პირი, ახალგორიდან დევნილი, საკმაოდ ახალგაზრდა, მაგრამ ძალიან პასუხისმგებლიანი, წესიერი, ყურადღებიანი, გონიერი და იმას მივახციე, რომ უთხარი რომ აი რაღაცა ესეთ აი ამ ესე თქვა ხარისხს და სიმაღლეს უნდა მივახციოთ და აღარ ჭირდება სიტყვაზე ჩემი ჩარევა, იმ დავალება მიიღო და თავიდან ბოლომდე ზრუნავს, რომ აი ამ ამოცანას გაართვას თავი და ძალიან კმაყოფილი ვარ რა. და სხვა მხრივ ეხა სხვა რაღაცები, ესე იგი სხვა რაღაცის მართვა, ანუ მენეჯმენტი ან რაღაცა ან ფინანსები ან კომერცია ან ყიდვა-გაყიდვა ან რაღაცა, აქ შესაძლებელი არის ვფიქრობ კადრის მონახვა. აქ არის ხელფასზე თავისთავად საუბარი, ნორმალურ ხელფასს თუ გადავუხდით, ვფიქრობ რომ კარგი მენეჯერს ვნახავთ კი. მაგრამ ბოლო პერიოდში შრომის ბაზარი ისე და ისე ძალიან შეცვლილი არის. მე მახსოვს რომ მე რომ მინდოდა მუშაობის დაწყება სტაჟირებაში ფულს ვიხდიდი, რომ სტაჟირებაში ვიღაცას სტაჟორად ავეყვანე. მერე მიხდიდნენ საკრედიტო ოფიცერი გავხდი ლილოში დავდიოდი, სადღაც გადაკარგულში და მიხდიდნენ 250 ლარს ხუთ ტრანსპორტს ვიცვლიდი, რომ იმ ფილიალამდე მივსულიყავი, მოკლედ რა. და მოკლედ და ვიყავი ძალიან ბედნიერი, რომ მუშაობის დაწყება მოვახერხე. ეხლა სიტყვაზე 500-ზე არა 1000 ლარზე სიტყვაზე მითერზე რაღაცა ნახევარი გრაფიკით ან რაღაცით რო ვიბარებ ხოლმე ადამიანებს გასაუბრებაზე არ მოდიან. შეგვითავხდებიან და არ მოდიან. კი, ხშირად ვსმენია უკვე ეს ამბავი, რომ აი დანიშნულ გასაუბრებაზე, როცა დანიშნული არის თქო სხვა სტუმრებიც არიან გასაუბრებაზე მოწვეული, უბრალოდ არ მოდიან ყოველგვარი შეტყობინების და რაღაცა ინფორმაციის გარეშე. მაგრამ ეხლა მინდა შევეხო ამბავს, გუნდის ფორმირების ამბავი გავიარეთ.
მაგრამ შენთვის როგორც დასაქმებულისთვის და დამსაქმებლის პოზიციიდან სანდრო შევადაროთ, რამოდენად მნიშვნელოვანი არის ერთი ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც შენ გაქვს მიღებული როგორც დასაქმებულის და დღეს როცა შენ უკვე ხარ დამსაქმებელი, რამდენად ითვალისწინებ ამას და რამდენად მნიშვნელოვანია ეს პოზიცია, თუნდაც ჩართული რო იყო რაღაც პროცესში. რას ლაპარაკობ, ვითვალისწინებ რომელია. მაგით ხელმძღვანელობ და მაგით მივხვდი როგორი უნდა იყოს ხელმძღვანელი. უბრალოდ იმ ხელმძღვანელებთან, ვისთანაც მიმუშავია, მივხვდი როგორი არ უნდა იყოს ხელმძღვანელი და როგორი უნდა იყოს ხელმძღვანელი. ეხლა სადაც მიმუშავია, ყოფილა კომპანიები რო 300 თანამშრომლამდე 0-დან დაწყებული რა, 2 კადრიდან 0-დან დაწყებული 300-მდე ავსულოთ მეტი რაღაც მინდოდა. ანუ უკვე მე თვითონაც მივხვდი რომ შემიძლია და მეტიც შემიძლია. მე წამოვედი და დავიწყე ჩემი საკუთარი ბიზნესი კეთება. ყოველთვის ძალიან დიდი სიყვარული პატივისცემა და უზომო ენერგიის ჩადება ხდებოდა, იმიტომ რომ მიდგომა მქონდა ისეთი რომ იმ ჩემს დაქვემდებარებულებს, ესე ვთქვათ, ხელქვეითებს ისე არ ვექცეოდი, როგორც მე არ მინდოდა რომ მომქცეოდნენ თავის დროზე. და აქედან გამომდინარე იყო კიდე ის იდეა რომ სიტყვაზე კვირაში 4 სამუშაო დღიან გრაფიკზე გადავსულიყავი და ადამიანს მეტი დრო ქონოდა თავისი პირადი ცხოვრებისთვის, იმიტომ რომ მუშაობთ და ეს ცხოვრება გადის სამსახურს ხო არ შევალებთ რა ამ ცხოვრებას. ჩვენი პირადი ცხოვრებისთვისაც ხო გვინდა დრო. ამიტომ მინდოდა რომ ესე გამეკეთებინა რომ 4 დღე ემუშაოთ, 3 დღე თავისთვის ქონოდა. სანდრო, ანუ ის ენთუზიაზმი და ის ემოციური კავშირი რაც გაქვს ტენისთან, ძალიან მნიშვნელოვანია მთელს ამ პროცესში, რაც დღემდე გაიარა. მაგრამ რამდენად უშვებ იმ ალბათობას, რომ რაღაც პროცესში შეიძლება, რომ შენ როგორც დამფუძნებელი დარჩე, მაგრამ შენ როგორც ხელმძღვანელი და მენეჯერი ტენისი აღარ იყო საერთოდ პროცესებში ჩართული. შეამოვნებით. რა გიშლის ხელს? უბრალოდ უნდა გაივაკოს კომპანიამ, გავიყვანო ვაკეზე და ზუსტად მაგას ვფიქრობ, რომ ჩავეხსნები საკმაოდ ბევრი მაქვს ცხოვრებაში ნამუშევარი. ისე არ მინდა რომ საერთოდ არაფერი არ ვაკეთო, მინდა უფრო შემოქმედებით პროცესში გადავიდე. ჩემთვის სანდრო რომელიც არაფერს არ აკეთებს, ეგ არა, არ მოხდება ალბათ. ეგ უბრალოდ არ მინდა ყოველდღიურ საქმიანობაში და რუტინაში ჩართული ვიყო და ანუ გაუთავებელი შეხვედრები, ბანკეტები. აღარ მინდა რომ რაღაცა მომენტამდე მივიდეს ეს კომპანია და მე მართოს თავისვა ხელმძღვანელმა. ჩემთვის ახლა მე რაც ძალიან მომწონს ამ ბოლო პერიოდში ვისწავლე ხაზვა, 3D მოდელირება, სამგანზომილებიან პრინტერზე მოდელების დამზადება და დავიწყე რაღაცა ნივთების დამზადება და რაღაცეების გამოგონება და ეს იყო თავიდანვე ყოველთვის ჩემი ოცნება და მიზანი ეს იყო. თავიდან ტენეს ერქვა ჯინვენტორი. ჯინვენტორი ნიშნავს ჯორჯენ ინვენტორ და ზუსტად ესე დავიწყე რომ რაღაც იდეა მომივიდა. 2016 წელს ბევრი იდეა კი მომსვლება, მაშინ მომივიდა რომ iPhone-დან გადავედი Android-ზე, Android-ი იყო უფრო დიდი და ეს ჩემი თითი არ წვდებოდა მოკლედ ტელეფონს და რაღაც გამოვიგონე რომ ეს თითის გასაყრელი უნდა გამეკეთებინო, რომელთაც თითს უფრო ზემოთ წვდებოდი და აღმოაჩინე რომ ეს პოპსოკეტები და გასაყრელები უკვე არსებობს და ზუსტად იგივე გავაკეთე რომ ვითომ მე გავაკეთე, მოდი ახლა გაყიდვაზე გადავოთქო და დავიწყე გაყიდვა ამ თითის გასაყრელების Amazon-ზე გამიჭირდა გაყიდვა და მე რა უნდა ვერ ვახვედრებდი რა იყო და მე მეთქი უნდა ისეთი რაღაც გავყიდო რომ ხალხს ახსნა არ ჭირდებოდა და USB კაბელი უნდა აი ესე მოვედი ზუსტად ტენეს იდეა და მე იქ Amazon-ზე რაღაცები მიჩივლეს საკმაოდ გახურებული ამბავი იყო, იმიტომ რომ ჩინელებმა მომატყუეს და ესე ჩამოვიტანე საქართველოში და საქართველოში დავიწყე. მოკლედ, კითხვაზე პასუხი ის არის, რომ მე რომ მოვახერხებ, რომ გაივაკოს ამ კომპანიებმა, მე გადავალ უბრალოდ შემოქმედებით პროცესში რა. დავხაზავ, დავბეჭდავ და შევქმნი რაღაცა პროდუქტებს და პროტოტიპებს. შენი აზრით ტენესთვის რა იქნება ეს გავაკეთება? ჩემი აზრით ტენესთვის გავაკება იქნება ყოველთვის არ არის break even-ზე, ტენე აქვს რაღაცა გარკვეული სირთულეები. ესე იგი, საკმაოდ დიდი სტაფი აქვს, ესე იგი, ბიზნეს მოდელი ისეთი არის, რომ
აუცილებლად დისტრიბუცია უნდა კონდეს ამ კომპანიას, დისტრიბუციის garaშე. თან თვითონ პროდუქტიც ძალიან მაღალ კონკურენტუნარიანია. ანუ მე უნდა მოვახერხო ალბათ რაღაც კონკურენტული უპირატესობის შექმნა და მგონია რომ ეხა რაღაცა შევქმენი და მალე დავაანონსებ ამას სხვათა შორის. ამ კონკურენტულმა უპირატესობამ შეიძლება ხელი შეუწყოს და დაასტიმულიროს გაყიდვები იმ დონეზე, რომ ჩემი ყოველდღიური ჩართულობა იქ აღარ იყოს საჭირო და ამ თვეში ერთხელ მივიდე და ვნახო ფინანსური უწყისები და გავიარო მენეჯერთან ერთად. ანუ რაღაცა მინიმალურად ეხა ყოველდღიურ ბეიზისზე ვარ ესე თქვა ჩართული. ან წლის დასაწყისში უბრალოდ სტრატეგიაში შემუშავებაში იყო და შეიძლება. ეხლა რო გითხრა ეხლაც რამდენიმე კომპანიის მფლობელი ვარ ერთ-ერთში, მართლა ესეთი მდგომარეობა მაქვს, რომ თვეში ერთხელ ან აღარ არის უკვე თვეში ერთხელ მისვლაც საჭირო, უბრალოდ რეპორტი მოვა, წავიკითხავ, ვიცი რა ხდება და ძალიან იშვიათად თუ მოგვიწევს რაღაცა საქმეზე დალაპარაკება. არკაიდი ერთი კომპანია მაქვს, ისიც ბრეიქ-ივენზე ვერ გადის სიტუაზე პრობლემები აქვს და იქ მასაც ყურადღება ჭირდება. და ეს ტენეს ძირითადი ენერგია ჩემს ასე, იმიტომ რომ თან სიამოვნებს, ვერთობი, მომწონს, სწავლობ ძალიან ბევრ რაღაცას. მოკლედ ნახოთ რა. სანდრო, უნდა შევეხო დაუბრუნდე უფრო სწორედ პარტნიორების ამბობს, იმიტომ რომ კოლაბორაციები, რომელიც ტენეს აქვს გაკეთებული და ძალიან ბევრ სხვადასხვა ქართულ წარმატებულ ბიზნესთან, ესეთი თვალსაჩინოა. როგორ მიდიხარ ამ პარტნიორებამდე და როგორ ყიდი ამ პროდუქტს, ამ კოლაბორაციაზე. გასაგებია რომ ზოგჯერ არის პირიქით, იმიტომ რომ ტენეს აქვს უკვე ის ღირებულება ბრენდის, რომ პირიქითაც უკავშირდებიან, მაგრამ თავიდან შენ დაგჭირდა ამ გზის გაკვალვა და თავიდან შენ გიწევდა ამ ამბების მიტანა. აი ზუსტად ეგრეა. თავიდან რო არ მოგატყო, ჩემი ძლიერი მხარე არ არის, მე მგონი ცივიზარები ქვია თუ როგორ ქვია, ესე პირდაპირ ვიღაცასთან მივაჭრო ველაპარაკო და შევუვარდე კაბინეტში და შევაწუხო და ეს ჩემი არ არის. ჩემი არის უფრო იმიჯის შექმნა და მარკეტინგი და ზუსტად იმიჯით ნებისმიერ სტარტაპს მე ვიწყებ იმიჯის შენ. პირველ რიგში იმიჯს ვაშენებ რა. აი ახლა რო თქვა, საქართველოში არის გადამამუშავებელი უზარმაზარი კომპანია, სიტყვაზე ახლა არ ვიტყვი რომ უხერხული არ გამომივიდეს, უზარმაზარი ქარხანა არის გადამამუშავებელი. ჩვენ ვართ წარმოდგენილი ძალიან მცირე ტერიტორიაზე, მოკლედ ჩვენი ესე რა ქვია, ქარხანა არის წარმოდგენილი 60 კვადრატში. და ნუ კიდე 60 კვადრატი საწყობი გვაქვს რა. და იმას რა ქვია. ბავშვები რომ მოდიან ექსკურსიაზე და ბავშვები მოყავს ექსკურსიაზე ვასწავლოთ და გამოცდილება გავუზიაროთ სკოლებიდან, იქ რომ მიდიან, აქ რომ მოდიან, გაოცებულები რჩებიან, რომ აი ეს რა არის, ძალიან პატარა ეჩვენებათ, მაგრამ იმდენს ხმაურობთ, იმდენს ყვირით, იმდენს ლაპარაკობთ, იმდენს მიუთითეთ, რომ პირიქით გონიათ ხოლმე რა. იმის შესახებ არ იციან, ჩვენ შესახებ იციან. ამიტომ კიდევ ერთხელ სულ მახსენდება ის, თუ გახსოვთ ახლა, ნახავთ ერთი ასაკის ვართ, ადრე იყო ესეთი რეკლამა, მე მგონი ფანტასი თუ სპრაიტის, რომ იმიჯი არაფერია, წყურვილი ყველაფერია თუ რაღაცა რა. როგორ იყო ისი? ტელეფონზე ლაპარაკობს ხოლმე მამა ჩემი თვითმფრინავით გადმოფრინდები თუ რაღაცა რომ არიაჟოს ტიპი და ამ დროს ტელეფონი დაურეკავს. ახალი შემოსული იყო ტელეფონები და მერე სპრაიტის რეკლამა იყო, რომ იმიჯი არაფერია, წყურვილი ყველაფერია და ძალიან წყურვილი. წყურვილი არაფერია, მე გეუბნებით, იმიჯი არის ყველაფერი რა. პირველ რიგში იმიჯი არის საჭირო და იმიჯიდან გამომდინარე ხდება ზუსტად აი ეს კოლაბები, კოლაბორაციები და პარტნიორობები. თან ეს უბრალოდ გაბერილი იმიჯიც არ უნდა იყოს თავისთავად, იმიტომ რომ სადღაც ეს გამჟღავნდება, ხო? ანუ ვერ მოატყუებ ვერავის, მართლა საქმეს უნდა აკეთებდე რა. უბრალოდ სწორი კომუნიკაცია და მიდგომა და ამაში დიდი ენერგიის ჩადება არის საჭირო, რომ სიტყვაზე აი ესეთ კოლაბებზე გახვიდე, რასაც ახლა ჩვენ გავდივარ და წინ კიდე მგონია რომ ბევრი გვერდს. შეგიძლია თქვა ყველაზე მნიშვნელოვანი კოლაბი, რომელიც რაღაც ახალ ნაბიჯზე გასასვლელად დაგეხმარა, რა იყო, როცა თქვა გენდნენ ისეთ პროცესში, როცა შენთვისაც მნიშვნელოვანი იყო და ესეთ დროს პარტნიორის მიდგომა ხო ძალიან მნიშვნელოვანია, როცა არავის აღარ ჯერა და ვიღაც იტყვის რომ მე შენი მჯერა, ეს პარტნიორი ხშირად ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ხდება ხოლმე კომპანიის განვითარებაში. იცი რა, ეს ზუსტად არ მახსენდება, უკანასკნელი რაც იყო იმას გეტყვი და ძალიან დიდი ეფექტი და შედეგი მოიტანა და ძალიან კმაყოფილი და მადლიერი ვარ, ცოტა ხნის წინ ეს მობილური საკიდები შეგვიკვეთა თიბისი. ანუ თიბისი ბანკს უნდოდა რომ თავისი
ინტერნეტ ბანკის მომხმარებლებისთვის გაეკეთებინა რაღაცა საჩუქარი. რომელიც იქნებოდა ინტერნეტ ბანკინგი ტელეფონშია ჩაწერილი ძირითადად და ტელეფონთან კავშირში ალბათ ყველაზე რელევანტური იქნებოდა, მაგრამ საჩუქრები გაუკეთო, რა საჩუქრები გაუკეთო, რომელიც მე შეიძლება იყოს ბუნება დააბინძუროს და პასუხისგებლიანი კომპანია არის, ხო? ესე ვთქვათ და ამას ყურადღებას აქცევენ და არ უნდოდა რომ საჩუქარი გაეკეთებინათ და თან კიდე რაღაც ზიანი გამოეტანათ გარემოსთვის და კონდათ კომუნიკაცია ჩინელებთან, ვერ გავიგე იმათმა რა უთხრეს, არ ამგონია რომ ესეთი ინდივიდუალური მოსახურება შეთავაზებინათ და მოდი ერთი ტენეტს სადოთო და დამიკავშირდნენ. sustainable გვინდა, მდგრადი გვინდა რომ იყოს. ყველა კომპონენტი, რაც კი უზარმაზარი ენერგია ჩავდეთ ჩვენი მხრიდანაც, აი ძალიან დიდი ენერგია ჩავდეთ ამ პროექტში, რაც მოინდომეს, გზა და გზა რაც გადაიფიქრეს, ყველაფერი შევცვალეთ და გავყევით ბოლომდე, რომ იდეალური შედეგი მიგვეღწია და შევქმნით საკიდი, რომელიც არის სრულიად, ესე ვთქვათ, მაშინ რა ქვია, თანხვედრაში ეკოლოგიასთან და ბუნებასთან, რომელიც არის მეორადი კომპონენტებისგან, ან ბიოდეგრადირებადი პლასმასისგან არაზიანებს გარემოს, ან კიდე სხვის ნარჩენს აქცევს, ამცირებს სხვის ნარჩენს და პროდუქტად აქცევს და ამაზე ჩაიწერა საკმაოდ საინტერესო ვიდეო, საკმაოდ დიდი ბიუჯეტით დარეკლამდა და თვითონ ახლა TBC-ც საკმაოდ კარგი რეპუტაციის და reputable, ხო? ეს არის რა ქვია. გიგანტი კომპანია მასთან თანამშრომლობა ჩვენს ესე თამასას ძალიან მაგრად წევს. ეხლა ცოტა ხნის წინ ახალი ის იქნებოდა რა ქვია мотиваციო ეს. რა თქმა უნდა, ჩვენც ეხლა ახალი სიტყვა მინდა გითხარო თქვით ეხლა ჩვენ რასაც ვაკეთებთ აქამდე საქართველოში ეს რაღაცა ვერ კეთდებოდა ალბათ პაპუაჩების დროს კეთდებოდა, მაგრამ ეს ინდივიდუალური შეკვეთის დონეზე არ კეთდებოდა რა. ანუ ვისწავლეთ ყალებების დამზადება, CNC ჩახზე გამოჩარხვა, მერე ამ პლასმასის დადნობა, ნებისმიერი ფორმის მიცემა, ჩამოსხმა და პროდუქტის შექმნა. ეხაც მაგით ვარ გატაცებული, სულ ასრულიად ახალი პროდუქტი. ეს მოკლედ გეტყვი, მაგრამ დავასპოილერებ ესე ვთქვა, აი ეს საკიდი, რომელიც უბრალოდ საკიდი იყო, ეხლა გადავაკეთე, რომ საკიდი და სატენი ერთდროულად არის. სხვათა შორის გერმანიაში მქონდა და მე ესპანეთში მოხვდი და გავიჭედე, მოკლედ დამიჯდა ტელეფონი, სახში ვერ მივიდოდე ალბათ, მე რუკას ვერ ვთავ, ტაქს ვერ იზახებ რაღაცა და სადვიშოუ ეს კაბელი და ჩამოკიდებული მქონდა კისერზე ეს კაბელი, შევარჭე და მივედი სამშობლო, ჩამოვედი საქართველოში, თორე შეიძლება კიდე იქ ყოფილიყავი. ხო და აი ეს კოლაბი მოკლედ იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მანამდეც გქონდა ევროკავშირმა შეგვიკეთა და ევროკავშირის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის მათთან თანამშრომლობა, შეგვიკეთა რაღაც დიდი რაოდენობით კაბელები, საჩუქრება დაარგრიგა ევროპის დღეზე ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც ახლა შემიძლია გავიხსენო და ესეთები კიდევ იყო რაღაცა, რომელსაც მომავალში ვფიქრობ, რომ მეტი იქნება. წარმოებას ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკი, რაც აქვს, არის ინტელექტუალური საკუთრების საკითხი და იურიდიული საკითხები ზოგადად, იმიტომ რომ პლაგიატიზმის განსაკუთრებით ჩინეთში, რომელსაც აქვს უკვე ეს ტექნოლოგიები და ძალიან განვითარებულია, ძალიან მარტივად შეუძლიათ, რომ ეს ყველაფერი დააკოპირონ და აწარმოონ. რამდენად არის ეს ტენესთვის გამოწვევა? გასაგები შეიძლება დღეს საქართველოში არა, თუმცა შეიძლება ექსპორტისთვის. ტენესთვისაც და ნებისმიერი კომპანიისთვისაც მოკლედ აზრი არ აქვს. ჩინეთი მაინც ყველაფერს დააკოპირებს რა, აქ მნიშვნელობა რას აქვს. მაინც უნდა აჯობო ჩინეთს, რითი? უნდა იყო პირველი, უნდა დაიწყო პირველმა, უნდა ერქვას რომ შენი სახელი, ისინი მაინც დააკოპირებენ და იგივეს გააკეთებენ. სულ რო პატენტები აიღო ყველა ქვეყანაში, კი არ გიცავს იმისგან რომ არ გააკეთონ. უბრალოდ მე თუ სასამართლო გარჩევები წავიდა და უჩივლე, შეიძლება გააჩერო, მაგრამ ჩინეთში წარმოებელი რას გაიგე, ვინ რა გააკეთა, აზრი არ აქვს. მე მაგაში თავიდან აი ეს ვითომ რაღაც რო გამოვიგონე რა, ჩემი იურიზმაკას დაურეკე რომ პატენტი მინდა და მე მაგაში დროს ახლა არ დავხარჯავ რა, დროს დავხარჯავ გაყიდვებში და ჩემს სახელს რომ მოებას რომ სიტყვაზე ეს ახალი პროდუქტი რასაც შევქმნი, ჩვენია და ჩვენი სახელი ერქოს და სიტყვაზე ჩემს საიტზე რომ დასერჩავს ან რო ჩაწერს სახელს, ჩვენ საიტზე შემოდიოდეს, თორე ისინი ჩინელები მაინც დააკოპირებენ. უბრალოდ სწრაფად უნდა იმოძრაო მოკლედ რა. მე კიდე რაღაცები დახვეწო, წინ წახვიდე ბრენდინგით, შეფუთო, იმიჯი შექმნა და ასე შემდეგ რა. გამოწვევა ყოველთვის იქნება, ამიტომ თუ ვინმე რამეს აპირებს, ტყუილა ნუ დაკარგავს. ბევრი მინახავს, რომ აი ეს მოვიფიქრეთ, მაგრამ ეხლა ჩინელებს რო უთხრა მე ისინი დააკოპირებენ და გაჭედილები არ გზავნიან, იქვე რაკეთებენ, აქაც ეშინიათ, არავის არ ანახებენ და მე მგონი საბოლოოდ თაროზე შემოდებენ და დარჩება და. რავი, სისულელეა მე მგონი რა. მე მგონი კი არა, ნამდვილად სისულელეა, თუ რამის გაკეთება კიდე თავად გამოგზავნეთ, მაინც დააკოპირებენ თუ მოუნდებათ.
უბრალოდ ეცადეთ რომ პირველები იყოთ და ბოლომდე მიიყვანოთ საქმე. ეხლა მინდა შევეხო გაყიდვების არხს, რომელიც შენ თქვი და ასე ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, ხო? არა აქვს მნიშვნელობა, ეს არის პროდუქტი, თუ მომსახურება საბოლოოდ მაინც კმაყოფილებაზე, მომხმარებლის კმაყოფილებაზე მიდიხარ. დღეს რა საკომუნიკაციო არხებს იყენებთ იმისათვის, რომ მომხმარებელთან გქონდეთ ეს მუდმივი კომუნიკაცია, ინფორმაციის ცვლა, რომ მაქსიმალურად სწრაფი რეაგირება მოახდინოთ. ეს შეხედეთ ძალიან კარგი ხელსაწყოარი Facebook-ი და მე ძალიან მომწონს, თან საქართველოში ეხლა Instagram-ზე ნელა გადავიდნენ და ეს ახალი თაობა არ აქვს Facebook-ი, თორე მაგრამ Instagram-ი აქვს, ანუ ჩვენ ძველ თაობას შედარებით ძველ თაობას Facebook-ი აბსოლუტურად ყველას აქვს და ძალიან დიდი რაოდენობით არის აქ მოქცეული რა. Twitter-ს ჩვენ დიდად დავხმარობთ. ეხლა X-ია ხო უკვე რუსულ პლატფორმებს, ადნაკლასნიკებს და კონტაქტებს ჩვენ ვხმარობთ. ნუ Facebook-ზე ან Instagram-ზე ვართ თავმოყრილი. და ძალიან კაი პლატფორმა ერთის და მეორეს, ყველა გაერთიანებული არის, ბევრს შეგიძლია ხმა მიაწვდიო ამ ორი პლატფორმით. ეხლა TikTok-ი დაემატა, სხვათა შორის ესეც ჩვენერი პლატფორმაა და ძალიან კარგ ნახვებს აგროვებს. უფასოდ შეგიძლია მიაწვდინო ხმა ძალიან ბევრ ადამიანს, თუ კარგ კონტენტს გადაიღებ ან ჩაწერა, თუ საინტერესოდ ილაპარაკებ. რეკლამაშიც არ დაგეხარჯება ფული და ესეც ძალიან კარგი არის. კომენტარები იწერება, საიდანაც ფიდბექი მოგდის, რომ რას ფიქრობენ შენზე, შეგიძლია მიწერო და ეკომუნიკაციო და რამეს თუ არასწორად აკეთებ, დახვეწო და შეცვალო. საკომუნიკაციო არხები, ნუ ესენია ძირითადად და გაყიდვის არხები დისტრიბუციის ქსელის საშუალებით ყიდით, იმიტომ რომ ამაზეც დრო დამჭირდა, რომ კარგად გამეაზრებინა, თავიდან მეგონა რომ USB კაბელს კაი თუ იქნება, აი სიტყვაზე როგორც ანკერი სიტყვაზე ხო, რომელსაც Amazon-ზე ყიდულობენ, ტენეც ეს ჯინვე თავიდან ჯენერატორი გვერქვა და ჯენერატორი მე ტენეც ესეთი იქნებოდა და ონლაინ ძალიან ბევრს გავყიდი. მაგრამ დრო დამჭირდა იმისთვის, რომ გამეანალიზებინა, რომ ისეთი მაგარი სახელი თავიდან რომ შემოდიხარ ვერ შექმნი. ეხლა კი გვაქვს კარგი სახელი, მაგრამ მაინც არა ისეთი მაგარი სახელი, რომ შენ რო USB კაბელი გჭირდება და იცი რომ ჩახო სუპერმარკეტში იყიდება, ან კიდე მიწისქვეშა გადასასვლელში, ან ტექნიკის მაღაზიაში, ან ბაზრობას, ხელმისაწვდომია აბსოლუტურად ყველა ნაკლებად რო ადგე და გამოიწერო. მithumეტეს ქართული ადამიანის ქცევის ასე თქვა პატერნი არ არის გამოწერა და ონლაინ შეძენა. მას ურჩევნია მივიდეს და ელაპარაკოს, კითხოს, შეამოწმოს ესე ქართული ონლაინ ბაზარი ესეთია. და იყიდოს და ნუ ამაზეც კიდე ამის გააზრებას ეს რო დამჭირდა თან მithumეტეს USB კაბელი ისეთ პროდუქტი რო 20 სიტყვაზე 20, 10, 15 ლარი ღირს და მომხარებელს იქურშევნია და მივხვდი რომ მე უნდა მივაწოდო აბსოლუტურად ყველგან და მე უკვე გადავედით ეს მასიურ შეტევაზე გაყიდვის არხებზე რომ ავითვისოთ აბა ყველა ქსელი და ყველა მაღაზია და ყველა წერტილი სადაც შესვლა შეგვიძლია და მართლა ძალიან კარგი და დიდ საქმეს აკეთებენ ჩვენი დისტრიბუციის ბიჭები. ძალიან კარგი ბიჭები არიან და ათვისებული გვაქვს ეხლა რაც შეძლებთ დაახლოებით 3,000-3,500-მდე მაღაზია და დისტრიბუციის სირთულეები იცი რა არის ხო იქ პროდუქცია დააკლდა და ან კიდე ფული ვიღაცა მოიპარა და იმის კონტროლი და ასე შემდეგ. ქონია რაღაც რთული მომენტებიც ქონია, მაგრამ საერთო ჯამში რო შევაფასო, კარგი შედეგები არის და ნუ ჩვენი ბიზნესის ტიპი ესეთია და უნდა მივიტანოთ აბსოლუტურად ყველგან რომ გავყიდოთ. ამიტომ კიდე აი ხშირად მეკითხებიან რომ გახვიდე, რომ გავიდე იქაც სხვა ქვეყანაში სიტყვაზე რომ იმპორტით რომ გავიტანო, იქაც ანალოგიური უზარმაზარი კონკურენცია უნდა დაგხვდეს და იქაც უნდა იომო და იქაც დისტრიბუციის ქსელი, ანუ პროდუქტი ან ისეთი უნდა შექმნა, ან კი არა ისეთი უნდა შექმნა, რომ პირველ რიგში რომ გაიტანენ იქ დატაცებაზე იყო. რომ გაიტან დატაცებაზე იყვნენ მოკლედ რა და არაფერი სიახლე არ არის USB კაბელში რაღაცა მარილს თუ არ მოვაყრე. ეხლა ვცდილობ მარილის მოვაყარო. სანდრო, მადლობა, იმიტომ რომ ემსახურების საქმის გარდა კომერციულისა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა ცნობადობის ამაღლებას, იქ სოციალურ საკითხების პრობლემების გადაჭრას და ზოგადად ეს ენთუზიაზმი, ჩართულობა, ბავშვებთან ურთიერთობა, ექსკურსიები იქნება თუ ვორქშოპების გაკეთება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არის ჩემი აზრით ბითოქსთან მის საშუალებაც, რომ ჩვენი მისია ზუსტად ესაა, რომ რაღაცა ცნობიერება ამომაღლოთ, ვილაპარაკოთ თუნდაც გამოცდილების ან გამოცდილების შესახებ და წარუმატებლობების შესახებ, რომ ეს იყოს კარგი გაკვეთილი თქვათ ახალი ნაბიჯების გადასადგმად. სანამ დაგემშვიდობებოდე, მინდა ჩვენი პარტნიორის საჩუქარი გადმოგცე. ეს არის ჩვენი პარტნიორი საგადასახადო საერთაშორისო საბუღალტრო და იურიდიული საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ჩვენს მომსახურება. მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა.
წარმატებები ტენისის და სხვა საქმიანობებში და დარწმუნებული ვარ, შემდეგ სეზონზე გვექნება შესაძლებლობა სხვა შენი წარმომადგენლობითი სხვა ბიზნესებით იყო წარმოდგენილი ეპიზოდში. ძალიან საინტერესო კითხვები იყო სხვათა შორის და მეც რაღაცნაირად ძალიან გავიხსენი და ბევრი ვილაპარაკე. მადლობა კიდევ ერთხელ. ძალიან ბევრი გადაცემაში ვარ ნამყოფი, ბევრი კითხვაზე მაქვს პასუხი გაცემული, მაგრამ აი ამ გადაცემის ფორმატმა ძალიან მომხიბლა და მომეწონა. მომეცა საშუალება ძალიან სიღრმისეულა და საინტერესო ფორმატით და კუთხით მომეყოლა და გამეზიარებინა ჩემი გამოცდილება, რაც ამ წლების განმავლობაში გამომივლია. არ შეხვედრია მოკლედ ესეთი ფორმატი. მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი იქნება გვაკლია გამოცდილების გაზიარება და აი ამ ინფორმაციის გამოტანა, რაც ბიზნესმენებს შეიძლება ეხა გქონდეთ აი ამ იმაში, რა ქვია, მეხსიერებაში დარჩენილი და ესე საზოგადოებისთვის რომ გამოვიდანოთ, მგონია რომ ძალიან კარგი იქნება. დღევანდელ ეპიზოდში შესაძლებლობა ჰქონდა მოგვესმინა ტენეს ისტორია იდეის დაბადებიდან აღსრულებამდე, თუ რა გზა გაიარა მან საბოლოო პროდუქტის მიღებამდე. ასევე სანდრო მოგვიყვა რამდენად მნიშვნელოვანია ქონდეს სწორი მისია და ხედვა ღირებულების შესაქმნელად. სხვა საინტერესო ეპიზოდებისთვის არ გამოგრჩეთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და გააქტიუროთ ზარისღილაკი.